საყვარელო, გაგიჟებულ ხარ. Aysun ხანიმს რჩევას თუ სთხოვდა მას უჯერებ. ჩემს გაუცებას აგრძელებ. ყოველდღე რაღაც ახალს იგონებ ხაზან. დედიკო, საიდან მოიტანე რომ Aysun ხანიმს ვუჯერებ? ასე არ არის. გაჩუმდი ხაზან. საკუთარი ყურით გავიგონე. მადლობას უხდიდი განქორწინებასთან დაკავშირებით. დედა, გეფიცები ასე არ ყოფილა. ღმერთო და მეხმარე. ნუ თუ მე ვერაფერი გასწავლე, თუმ დგახარ და Aysun ხანიმს უსმენ. მის რჩევებს რატომ უსმენ? დედა, ეს თუ დაგამშვიდებს ყველაფერს აგიხსნი. Aysun ხანიმის რჩევებს არ ვუსმენ. ყველაფერი თავისთავად მოხდა. თავისთავად მოხდა, არა ძვირფასო. შენ ასე ფიქრობ? აბა მე რა მოვისმინე ხაზან. ის ქალი შენით მანიპულირებს. შენ კი მის ანკესზე წამოეგე. დედა, კარგი. Aysun ხანიმა რჩევები მომცა. მაგრამ მე აზრადაც არ მომსვლია. ჩემს ცხოვრებაში ვინმე შემომეშვა. მით უმეტეს ოსჯანი. ასეთ რამეს არ გავაკეთებ. თარიქმა ყველაფერი არასწორად გაიგო. ვცდილობდით მისთვის აგვეხსნა, მაგრამ არ დაგვიჯერა. მაგრამ როცა განქორწინება მოვთხოვე, მისი დარწმუნება აღარ მიცდია. დაო, რაღაც მინდა გკითხოთ. გისმენთ? ელფინ კესკინი თავს როგორ გრძნობს? კრიტიკულ მდგომარეობაშია. მაგრამ დემირ ბეის საცოლემ Aysun ხანიმა საზღვარგარეთიდან რამდენიმე აუცილებელი მედიკამენტი შეუგათა. ველოდებით. რატომ საზღვარგარეთიდან თურქეთში არ არის? სამწუხაროდ არა. ეს მედიკამენტები საკმაოდ ეფექტური და დეფიციტური საშუალებაა. ეს წამლები მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია. იმედი მაქვს კარგ ამბავს შეგატყობინებთ. მაგრამ წინ საკმაოდ გრძელი მკურნალობის კურსი ელოდება. გასაგებია, გმადლობთ. არაფერს, ნახვამდის. დედა, გეფიცები არაფერი ხდება და არც არაფერი მოხდება. მე და ოსჯანი დაძმასავით ვართ. ჩვენ შორის არანაირი რომანტიკა არ არის და ვერც იქნება. ეს ხომ შენც იცი, დედა. მაგრამ ის ფაქტი, რომ თარიქი მოვიშორე, ძალიან მიხარია. ჰასან, შენ ხომ დამპირდი, რომ ჩვენ შორის საიდუმლო არ არსებებდა? ასე არ არის, შვილო. დაგპირდი და შევასრულე. შენთვის არაფერი დამიმალავს. არ მომიტყუებია. კარგი, შენი მჯერა. შეცდომა თარიქმა დაუშვა. ცუდ მდგომარეობაში კი თქვენ აღმოჩნდით. მაგრამ ამ საკითხს Aysun ხანიმთან რატომ განიხილავ? დედა, Aysun ხანიმი ჩემი კლიენტია. ის ჩემთან ატელიერში მოვიდა. რა მექნა? უხეშად დავლაპარაკებოდი? ამ თემაზე ლაპარაკი თვითონ დაიწყო. შვილო, ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ესაუბრო ქალს, რომელიც ასეთ რჩევებს იძლევა. თავიდანვე სხვარი უნდა დაგეწესებინა. თავად დაფიქრდი. ეს რჩევა ქმრის მოშორება ადვილია, თუ შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაც შემოუშვებო. ეს რას უნდაბლობაა? დედა, გაჩუმდი. არაფრის მოსმენა არ მინდა. მას აღარასდროს ნახავ. გასაგებია? Bahar. Demir.
ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. შენი მჯერა დემირ. თითოეული შენი სიტყვის მჯერა. არა დაეჭვმეპარებოდა. ხომ მაპატიებ დემირ? ნუ დედი. მე შენ ძალიან მიყვარხარ. შენზე ვერასდროს გავბრაზდები. ვერასდროს. მეც მიყვარხარ. რცხვენოდეს. რცხვენოდეს. უსინდისო ადამიანი ხარ დემირ. სიტყვები არ მყოფნის. ეს რას ნიშნავს? იმ ყველაფრის მერე რაც შენთვის გავაკეთე, ბაჰარს ირჩევ დემირ. კარგი დემირ. შენ ასე გადაწყვიტე. შენინებაა, მაგრამ დაიმახსოვრე. ამ მომენტიდან ელფინის გადარჩენაზე თავად იზრუნე. შენ მიხედე, გასაგებია? ნახოთ. დიდი სიყვარული დის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს თუ შეგიმსუბუქებს. შენ რაც შეგეხება, გველო. ეს ძვირად დაგიჩდება. ძალიან ძვირად. წარმოდგენაც კი არ გაქვს რა გელოდება. ელფინი შენ გამო მოკვდება. გესმის? არანაირი წამალი. დაივიწყეთ. ჩემგან საკმარისია. ყველა იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. გასაგებია? მძულ ხართ. უნდა გავჩუმდე. ელფინის და დემირის გამო. თორემ ორივეს დავღუპა. აისუნისგან დავალებულია. არ შემიძლია. მისი ჯანმრთელობა ბევრად მნიშვნელოვანია. ვიდრე ჩვენი ბედნიერება. ელფინს ჩემ გამო რომ დაემართოს, თავს არასდროს ვაპატიებ. არასდროს. ბაჰარ? დედა, მართლა ვერ ხვდები ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? ხომ გეუბნები? შემთხვევით მოისმინა ჩემი და თარიქის ლაპარაკი. მან თავისი აზრი გამოთქვა, სულ ეს არის. აისუნ ხანიმს ჩემთვის სიკეთე უნდოდა. ერთხელ მაინც მომისმინე და ის გააკეთე, რასაც ვამბობ ხაზან. ნუ თუ რთულია, რომ დამეთანხმო. სულ ჯიუტობ. დედა რთული არ არის. ერთმანეთს არც ვნახულობთ. მე რო ხვდები, ასე რატომ ნერვიულობ? სხვათა შორის, ელფინის წამლის და მკურნალობის ხარჯები მან გაიღო. სინამდვილეში ძალიან კეთილშობილი ადამიანია. აისუნ ხანიმს ჩემთვის ცუდი არ გაუკეთებია, დედა. გესმის? შვილო, აისუნ ხანიმს იმდენად კარგად იცნობ, რომ ასე დაასკვენი? საკმარისია, ხაზან. გეყოფა. მასე აღარაფერი თქვა.
რადგან გეუბნები რომ არ ნახავ, ესე იგი არ ნახავ. ვინ იცის? იქნებ მომეცეს იმის თქმის შესაძლებლობა რომ ვენდობი. მაგრამ ახლა ნამდვილად ყველაფერს გავაფუჭებ. არა, ასე ვერ მოვიქცევი. არ შემიძლია. ბაჰარი იყო. იქნებ ბიძი ერდალის მაღაზიაში შეიარა. დღეს მაღაზიაში შევედი და ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. ახლა შენი მჯერა დემირ. მე შენ მიყვარხარ. ნედა მამის თქმის შესაძლებლობა მომეცეს. არა ვერ გამოვუტყდები. აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდე, თორემ თავს ვერ შევიკავებ. იქნებ მომეჩვენა. არადა რეალურს გავდა. არა. რადგან შეიძლებოდა ყველაფერი არაჩვეულებრივად ყოფილიყო. სად ხარ ბაჰარ? ბაჰარ. მე მსახვედურობ. თავად კი მიმალავდი, რომ აისუნ ხანიმის ვილაში მუშაობდი. ეს ვილა ბაჰარის არის და არა აისუნ ხანიმის. მე იქ მუშაობ, შვილო. მაგრამ ეს რა შუაშია? მე რა რომ იქ მუშაობ? რატომ არ მითხარი? საიდან უნდა მცოდნოდა, რომ შენი ნაცნობი აისუნი და ის აისუნი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთი და იგივე ადამიანია. მე არაფერს გიმალავ. აისუნ ხანიმი ბაჰარის დედი ნაცვალია. მე იქ მუშაობ ბაჰართან და არა მასთან. Sen benim Bahar için orada olduğumu biliyorsun. მხოლოდ ბაჰართან. Biliyorum anne. ვიცი დედა, Biliyorum. ვიცი. Da Bahar'ın üvey annesi. უცნაურად ის მომეჩვენა, რომ აისუნ ხანიმი ბაჰარის დედი ნაცვალია. Kızım, შვილო, Bahar'ın აისუნი ბაჰარის მამას გაყვაცოლად. Evlendikten hemen ცოტა ხანში sonra ბაჰარის მამა Bahar გარდაიცვალა vefat edince და აისუნ ხანიმამ მთელი მისი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. işte senin koruduğun ეს ის აისუნია, böyle bir რომელსაც ასე Aysun'un თავგამოდებით იცავ. Anne, დედა, senin bu kadınla ne მასზე alakan ასე var ya? ჩაციკლული რატომ xარ? Niye bu kadar ასე რატომ გძულს? Aysun Hanım'la? Aysun Hanım'la ilgili შენ მასზე ბევრი რამ არ იცი. şeyler var. Gerçi ყველაფერი რა თქმა უნდა მეც არ ვიცი, მაგრამ ის რაც მასზე შევიტყვე ჩემთვის საკმარისია. Her şey yetti de arttı bana. Anne, bu ne ეს რას demek ნიშნავს? ya? Sen აისუნ ხანიმზე რა იცი? biliyorsun? Kadının ის ვიცი, რომ ყველაზე საშინელ სიზმარში წარდაგე სიზმრება ის, რისი გამკეთებელიც არის. sen benim მისმინე საყვარელო, ვიცი რასაც ვამბობ. görüşme diyorsan მომისმინე, kim დამიჯერე. demek ki? Sen რადგან ამბობ, böyle diyorsan ve ესე იგი ასეა. anne. მაგრამ Aması, არავით არის maması მაგრამ. yok kızım. ერთხელ მაინც მომისმინე შვილო, რადგან გთხოვ რომ მას აღარ ნახავ, ესე იგი აღარ ნახავ.
მერე ამასაც ინანებ, მაგრამ გვიანი იქნება. კარგი დედა, იმას გავაკეთებ, რასაც მეწყვეტ. ისედაც ორჯერ თუ სამჯერ მყავს ნანახი. მას ხომ ყოველდღიურად არ ხვდები. კარგი შვილო. უბრალოდ ჩემი სიტყვები არ დაივიწყო. ბირდები. თუ შენთან შეხვედრას მოისურვებს, უარი უთხარი. რამე მოიმიზეზე. კარგი დედა. კარგი ნუღელა. კარგი საყვარელო. შერებ, ეს არის მალე მოვალო. დააგვიანე. ხომ მოვედინო წუწუნებ. საბოლოოდ მეტყვი თუ არა ჩემგან რა გინდა. აქ რატომ დამიბარე? რამდენიმე კაცი მომიძებნე. ძალიან მალე რაუბს მიაკითხავთ. უნდა გაიგოს, როგორ უნდა ბაჰარისთვის ტვინის არევა. იმასაც მიხვდება, რომ ჩემთან საქმის დაჭერა არ ღირს. გავიგე, ამ საქმეს მივხედავ. ჩემთვის პირველი არ არის. ხალხს შევკრებ და მივაკითხავ. როცა ნიშანს მომცემ. მზად ვარ. მადლობ ჯაბარ. ამ ყვავილებს ეძებდი? არა. ბაჰარის საყვარელი ყვავილები ვერ ვნახე. არსად იყო. იმედია ესეც მოეწონება. ცხადია მოეწონება ძმაო. შენ ხომ წრფელი გულით ჩუქნი. როცა გზაზე ყველა დაბრკოლებას გადავლახავ, ბაჰარი ჩემი გახდება. ეს დაიმახსოვრე ჯაბარ. ჩვენი ისტორია ახლა იწყება. აი ნახავ. მე და ბაჰარი ბედნიერები ვიქნებით. საკმარისად დაიტანჯე ძმაო. ბედნიერებას იმსახურებ. კარგი, აღარ მოგაცდენ. იმ შენს რაუბს კი მაშინ მივაკითხავ, როცა მეტყვი. მე მზად ვარ ძმაო. კარგი ჯაბარ. გაგაგებინებ. მანქანით ვარ. წამოდი წაგიყვან. კარგი ძმაო. დიახ, დიახ. ძალიან კარგად ვამზადებ. ადრე სადაც მუშაობდი, ყველა კმაყოფილი იყო. როცა მეტყვით მოვალ. კარგი, ნახვამდის. კარგი, თროებით. გმადლობთ. ვის ელაპარაკებოდი? რესტორანში მზარეული სჭირდებათ. მე პატრონეს ველაპარაკე. შენ ხომ ბაჰართან მუშაობ? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? ხო, შვილო, მუშაობდი, მაგრამ ბაჰარი ვილიდან წავიდა. მის დაბრუნებამდე სახლში რომ არ ვიჯდე, ვიფიქრე რამე სამსახური მომეწევნა. დედა, ეს ვალი რომ გადაიხადო ბევრს მუშაობ, არა? არა, ძვირფასო, არა. უბრალოდ არ მინდოდა უსაქმოდ ვყოფილიყავი. ვიცი, მაგრამ ეს ჩემი ვალია. თუ საჭირო გახდა, დღე და ღამე ვიმუშავებ. თავს ნუ დაიტვირთავ, კარგი? არა, საყვარელო. დღე და ღამე თუ იმუშავებ, გაგიბრაზდები. შენზე მე ვიზრუნებ. მუშაობა ჩემთვის ადვილია. სახლში ჯდომას ნამდვილად მირჩევნია. დედა, დასვენების უფლება შენც ხომ გაქვს? დასვენება არ მჭირდება. არ დავხლილვარ. მაშინ მიღლები, როცა არ მუშაობ, შვილო. ვალზე ნოიფიქრებ, საყვარელო. ეს მხოლოდ ფულია. ღვთისწყალობით ამ ვალს მალე გადავიხდით. რა თქმა უნდა, ჩვენ დაბრკოლებების არ გვეშინია. ერთად ყველაფერს გადავლახავთ. ჩემო ლამაზო. დედიკო. მე რესტორანში წავალ. შენ დაისვენე, კარგი? არ იდარდო, დედა. ყველაფერი კარგად იქნება. ხოჩახ, ჩემო გოგო.
მაშინ მე რატომ არ დაგიჯერე? რატომ? დაო, მითხარი როგორ არის? მდგომარეობა როგორია? ჯერ უცვლელია. თქვენი მესმის, მაგრამ ცოცხალი რომ არის ნამდვილი სასწაულია. სტაბილურობა უკვე რაღაცას ნიშნავს. დამიჯერეთ. გმადლობთ. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გმადლობთ. შვილო, ძვირფასო, ასე დგომი თავსი ნადგურებ. მოდი, დაჯექი, დაისვენე. არა, დეიდა. არ შემიძლია. რომც მოვინდომო, ფეხები არ მომყვება. მინდა დამინახოს, როცა თვალს გაახელს. მინდა აქ ვიყო. ასეც იქნება, შვილო. თვალს გაახელს, აინახავ. მისთვის ვლოცულობთ, ხომ ასეა? საავადმყოფოდან ყველანი ერთად ბედნიერები გავალთ. დარწმუნებული ვარ. ამისთვის ყველაფერს დავთმობდი. თუ საჭირო გახდა, სიცოცხლესაც კი. გაჩუმდი, რა სისულელია. ასეთი სიტყვების მოსმენა არ მინდა. არ გინდა, შვილო, არ გინდა. თხოვ. ჩვენ შენი იმედი გვაქვს. ამიტომ ძლიერი უნდა იყო. შენ თუ ძლიერი იქნები, ჩვენც მყარად ვიდგებით. მიდი, ძალები მოიკრიბე, საყვარელო. მიდი. მიდი, შვილო, პირი დაიბანე და გონსმოდი. ელფინმა ასეთ მდგომარეობაში არ უნდა გნახოს. მიდი, ძვირფასო. კარგი. ბიძია ბურხან? ეს კედლების საშინლად მთრგუნავს. ვიხრჩობი. არ გაჩერება აღარ შემიძლია, ჰაჯერ. ქალბატონო, თქვენ წადით, ჩვენ დავრჩებით. არა, ჰაჯერ. დემირს აქ ვერ დავდოვებ. თქვენ უკეთ იცით, ქალბატონო.
ბიძია ბორხან რამე გინდოდათ? დედასახლშია ჰაზან. არ არის. ახლა სამსახურშია. თუ გნებავთ მითხარით და მე გადავცემ. ემოციას დიდი ძალა აქვს. ემოციების და გრძნობების წყალობით ადამიანები საოცრებებს ახდენენ. ყველაზე დიდი საოცრება სიყვარულია. ყველანაირი ემოცია საოცრებას არ ახდენს. ეს მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს შეუძლია. ბაჰარ, რა მოხდა? რატომ გაჩუმდი? სიყვარული. ნედავ როგორია? სიყვარული. ახლა უკვე ვიცი დემირ. ვიცი სიყვარული რაც არის. მას რა კიდევ ზინავს? ნედავ შეცდომების გამოსწორებაც ისევე ადვილი იყოს, როგორც წაშლილი ფოტოების დაბრუნება. ნედავ შენთან გატარებული დროის დაბრუნება შემეძლოს.
რა არაჩვეულებრივი დღეები იყო. ვინ იცის? ეს მოგონებები ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩება? მეთაყვაველების დანახვაზე რას ეტყვის? ბიძია ბურხან, რას ეძებთ? ვერ ვხვდები. დედა შენმა ჩემგან ფული ისესხა. ეს იცი? დიახ, ვიცი. თქვენგან ფული ისესხა. მერე? მერე ის რომ სასწრაფოდ ფული მჭირდება. დედას გადაეცი რომ 2 დღე აქვს წინააღმდეგ შემთხვევაში ვალის სანაცვლოდ ამ ბინის წართმევა მომიწევს. სამწუხაროდ. ბაჰარ, გაგახსენდა? არა. მაგრამ ჯერა რომ ის რაც დემირმა მითხრა, სიმართლეა. გამოდის რომ დემირს ვუყვარვარ. მე კი ის როგორ მინდა ყველაფერი ისევ ისე იყოს როგორც ადრე დემი. როგორ მინდა გითხრა რომ მიყვარხარ. მაგრამ არ შემიძლია. ძალიან მწუხვარ ძვირფასო. გული ძალიან მტკივა. მიდი შერეფ გაბედე. რა უიღბლოები ვყოფილვართ დემირ. ბედნიერება რატომ ვერ ვიპოვეთ? ნეტავ ყველაფერი მალე დასრულდეს. ეს რატომ მოხდა მაშინ, როცა დემირთან ყველაფერი კარგად იყო? ის თუ მოკვდება, გადავრჩებით. დემირი დაიტანჯება, მაგრამ მერე ჩვენი ცხოვრობით ვიცხოვრებთ. ეს ლოდინი უკვე აუტანელია. ექიმს დაველაპარაკები. ვფიქრობ ამის დრო არ არის. მაბადეით ექიმო, მისი მდგომარეობის შესახებ მინდოდა მეკითხა. რატომ შემოხვედით? აქ შემოსვლა აკრძალულია. იმიტომ რომ ლოდინი აღარ შემიძლია. კითხვაზე პასუხს ველოდები. არის თუ არა შესაძლებელი პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება? და ეს როდის მოხდება? ჯერ პროგნოზის გაკეთება ადრეა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. ახლა წამლის გამოყენება რომც დავიწყოთ, მდგომარეობა უცებ ვერ შეიცვლება. ჩემი რჩევა მოთმინებით დაელოდოთ მოვლენებს. ექიმო, უფრო კონკრეტული პასუხი მჭირდება. თქვენგან ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთებას არ ვითხოვ.
ამ გოგონას გვერდით ვარ დაავადების გამოვლენისთანავე. გვეგონა დაამარცხა. მაგრამ ადგილი აქვს რეციდივს. დავუშვათ მკურნალობამ შედეგი გამოიღო. ელფინი გამოჯამრთელდა და აქედან გაგწერეს. დარწმუნებული ხართ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება? იქნებ ამ გოგონას წვალება არც ღირს. იქნებ გავაცნობიეროთ, რაც ხდება და ცხოვრება განმაგრძოთ. აისუნ? დემირ. გესმის მაინც რას ამბობ? ჩემთვის ძვირფას ადამიანზე, ჩემს დაზე ასეთი რამის თქმას როგორ ბედავ? ახმოვანებულია